რატომ ცდილობენ დაამკვიდრონ სულ უფრო მეტად ტერმინი კლიმატის ცვლილება და მათი ლექსიკონიდან ამოიღონ ტერმინი გლობალური დათბობა. კლიმატის ცვლილება უფრო მეტია ვიდრე გლობალური დათბობა. კლიმატის ცვლილება მარტო ტემპერატურის მატებას არ გულისხმობს, ხო? არამედ გულისხმობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა ტიპის კატასტროფებისა და რისკების გამძაფრებას. რამდენად სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ პროცესმა არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი. 2 გრადუსსაც თუ გადააჭარბებს დედამიწის საშუალო ტემპერატურა, უკვე გადავწდებით იმ ნიშნულს, რაც გახდება შეუქცევადი. აი, სად ვიქნებით მაგალითად 50 წელში ან 100 წელში. თუ გაგრძელდება იმ ტემპებით, როგორ ტემპიდაც ახლა მიმდინარეობს კლიმატის ცვლილება, უბრალოდ შეუძლებელი გახდება დედამიწაზე სიცოცხლე. ეს არის ჩვენი შვილების და შვილიშვილების პერსპექტივა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდნენ ახალი ლიდერები, რომელსაც მეტი ცნობიერება აქვთ ამ გარემოსდაცვითი მიმართულებით. საქართველოც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჯანმრთელობის დღიურებს და დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ კლიმატის ცვლილება და მისი ზეგავლენა როგორც ჩვენ ამჟამინდელ ყოველდღიურობაზე, ასევე მომავალზე. კლიმატის ცვლილება უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემა და იქცა ერთგვარ საზოგადოებრივ კრიზისად, რაც უმთავრესად ადამიანის ჯანმრთელობაზეა ისახება. დღეს ჩვენ ეპიზოდში სტუმართან ერთად შევეცდებით მიმოვიხილოთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის უპირველესად განვმარტოთ თუ რას გულისხმობს კლიმატის ცვლილება, რა როლი აქვს ადამიანის საქმიანობას ამ ცვლილების გაძლიერებაში, რამდენად მძიმეა ის შედეგები, რაც ახლავს კლიმატის ცვლილებას და რას უნდა ველოდოთ ასევე მომავალში და პრინციპში რა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს თუ გლობალურ საზოგადოებას გააკეთოს იმისათვის, რომ ეს პროცესი შეფერხდეს, შენელდეს და რაღაცნაირად კონტროლ ქვეშ მოექცეს. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში სტუმრად მოვიდა მდგრადი განვითარების მიზნების ანალიტიკოსი სოფიკო ბაბალაშვილი. მოგესალმები სოფიკო და დიდი მადლობა რომ მოხვედი. გამარჯობა სანდრო, პირიქით შენ დიდი მადლობა რომ მომიწვიე სტუმრად. ისე ხდება ხოლმე რომ კარგი პროფესიონალები, ჩვენი მეგობრები აღმოჩნდებიან ხოლმე და დღესაც ჩვენი საუბარი შენობით წარიმართება. კი ბატონო, რა თქმა უნდა. კეთილი, სანამ კლიმატის ცვლილებას უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ, პირველ რიგში მინდა გავერკვეთ გარემოს დაცვით ნომენკლატურაში და ტერმინოლოგიაში. ადამიანებს კლიმატის ცვლილების გარდა ხშირად ესმით ტერმინი გლობალური დათბობა. პირველ რიგში რომ ავხსნათ, რა სხვაობაა ამ ორ ტერმინს შორის და რატომ ცდილობს სამეცნიერო საზოგადოება და მეცნიერები, რატომ ცდილობენ დაამკვიდრონ სულ უფრო მეტად ტერმინი კლიმატის ცვლილება და მათი ლექსიკონიდან ამოიღონ ტერმინი გლობალური დათბობა. კი ბატონო, მოდი ასე დავიწყებ, რომ კლიმატის ცვლილება უფრო მეტია ვიდრე გლობალური დათბობა. გლობალური დათბობა მხოლოდ მიანიშნებს იმ პროცესზე, რაც იწვევს დედამიწაზე ტემპერატურის მატებას. მაგრამ კლიმატის ცვლილება მხოლოდ დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურის ზრდას არ გულისხმობს, არამედ დაკავშირებულია ექსტრემალური ამინდის მოვლენების გააქტიურებასთან, როგორც სახმელეთო, ისე წყლის ეკოსისტემების ცვლილებასთან და ასე შემდეგ. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმატის ცვლილება მოიცავს გლობალურ დათბობას და ჩემი აზრით მეცნიერები სწორედ იმიტომ ცდილობენ უფრო მეტად კლიმატის ცვლილების ტერმინი გამოიყენონ, რომ მიანიშნონ როგორც მოქალაქეებს, ისე სამეცნიერო წრეებს, ისე სახელმწიფოებს, რომ კლიმატის ცვლილება არ არის მხოლოდ გლობალური დათბობა და უფრო სისტემური საკითხია და ბევრად უფრო სისტემურ გადაჭრის მიდგომებსაც საჭიროებს. ასევე კლიმატის ცვლილებასთან ერთად დღეს ბოლო წლების მანძილზე ასევე ძალიან დამკვიდრებული ტერმინი არის კლიმატის კრიზისი. ეს ტერმინი 80-იან წლებში გაჩნდა, თუმცა აქტიურად ბოლო რამდენიმე წელი გამოიყენება და ეს ტერმინი ზუსტად უფრო კარგად წარმოაჩენს ამ საკითხის კრიტიკულობას და ასე ვთქვათ, ხაზს უსვამს იმ ნეგატიურ შედეგებს, რასაც კლიმატის ცვლილება იწვევს. შესაბამისად, გლობალური დათბობა არის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კლიმატის ცვლილების. ამიტომ კლიმატის ცვლილება უფრო ფართოცნება ვიდრე გლობალური დათბობა. გასაგებია, აბსოლუტურად კეთილი. ახლა შეგვიძლია ჩავხდეთ პირდაპირ საკითხის შუაგულში და უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ, რას გულისხმობს კლიმატის ცვლილება. პრინციპში ისტორიულ პრიზმაში თუ შევხედავთ,
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტის მუდმივი თანმდევი პროცესი არის პრეისტორიული ეპოქიდან, ხო? და ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ვახსენოთ დიდი გამყინვარების პერიოდი მილიონობით წლის წინ, რომელიც 1000 წლეულების განმავლობაში გრძელდებოდა და რთულად თუ ვიტყვით იმას, რომ ეს ადამიანის საქმიანობის შედეგი იყო. თუმცა ჩვენს ისტორიაში გაჩნდა მომენტი, როდესაც კლიმატის ცვლილება დაუკავშირდა ადამიანის საქმიანობას. პირველ რიგში რომ მოგვიყვე იმ ათვლის წერტილის შესახებ, როდის უკავშირდება ადამიანის საქმიანობა კლიმატის ცვლილებას და როდის გახდა ეს საკითხი განხილვის საგანი საერთაშორისო გლობალურ დონეზე. და თუ ადამიანის საქმიანობა უწყობს ხელს კლიმატის ცვლილებას, რა ნაწილში, ანუ რა ფაქტორები განსაზღვრავს დღევანდელ კონტექსტში კლიმატის ცვლილებას? სრულიად სწორად აღნიშნე, რომ კლიმატის ცვლილება ეს ბუნებრივ პროცესებთანაც არის დაკავშირებული და 10 წლეულების და საუკუნეების განმავლობაში კლიმატის ცვლილებას ყოველთვის ჰქონდა ციკლური სახე. ხდებოდა როგორც დათბობის პერიოდები, ისე გამყინვარების პერიოდები. უბრალოდ ეს ყოველთვის იყო ხოლმე ძალიან დიდ და ხანგრძლივ დროით ვადებში. და ბოლო პერიოდში, დაახლოებით ბოლო 200 წლის მანძილზე, ეს ტემპი კლიმატის ცვლილების არის საგრძნობლად დაჩქარებული. არაბუნებრივად დაჩქარებული და მეცნიერები კვლევებით ადასტურებენ, რომ ეს ტემპი, სწრაფი ტემპი კლიმატის ცვლილების კავშირში არის ადამიანის საქმიანობასთან. მოდით ახლა გავიმარტოთ რა ტიპის საქმიანობაზე გვაქვს საუბარი. ესე იგი, ადამიანები ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმართვისათვის ვიყენებთ და დიდი რაოდენობით მოვიხმართ ნავთობპროდუქტებს, გაზს და ქვანახშირს. წიაღისეულს და ამ წიაღისეულის წვა გამოყოფს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს. ნახშირორჟანგის კონცენტრირება ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ხელს უწყობს სითბოს, ასე ვთქვათ, დაგროვებას და დარჩენას დედამიწის შიგნით. ანუ ვეღარ ახერხებს დედამიწიდან გამოყოფილი სითბო, რომ დაბრუნდეს უკან გავიდეს ატმოსფეროში და რჩება ფაქტობრივად სისტემის შიგნით. ჩვენ ვიცით, დედამიწა არის ჩვეულებრივი სისტემა, ხო? შემდეგ ეს დაგროვებული ჭარბი ენერგია სადღაც უნდა წავიდეს, ხო? და სად მიდის, რომ ზრდის საშუალო ტემპერატურას და ასევე ბევრ სხვა ცუდ შედეგსაც, რასაც ცოტა მოგვიანებით მოვყვები. მაგრამ შენ კითხვაზე კიდე ერთხელ რომ გავცე კონკრეტული პასუხი, ყოველთვის ისტორიის მანძილზე კლიმატის ცვლილებას ჰქონდა ხოლმე ძალიან ხანგრძლივი დროითი ვადები და ბოლო 200 წელია ეს პირდაპირ დაკავშირებული არის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდასთან. ანუ პირდაპირ კავშირში არის ტემპერატურის ზრდა ბოლო 200 წლის მანძილზე რაოდენობასთან, თუ რა რაოდენობის ნახშირორჟანგი არის დაგროვებული ატმოსფეროში. დამაზუსტებელი კითხვა მინდა სწორედ ამ პასუხს მოვაყოლო. სამწუხაროდ ცობიკო ისე ხდება ხოლმე, რომ სამეცნიერო კონსენსუსზე დაფუძნებულ მტკიცებულებასაც კი ადამიანები ხშირად ეჭქვეშ აყენებენ და გამონაკლისი არც კლიმატის ცვლილება არის ამ შემთხვევაში. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, არასაკმარისი ცნობიერება, ინფორმირებულობა, თუნდაც უნდობლობა, სკეპტიციზმი, კონსპირაციის თეორიები, რომელსაც ხშირად პოპულარული სახეებიც აჟღერებენ ხოლმე, პოლიტიკური პოპულიზმი, იმიტომ რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული. ამას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ხო? თუ შეგიძლია შემოგთავაზო და გითხრა იმ მეტყველი სტატისტიკური მონაცემების შესახებ, რომელიც ასახავს ფაქტობრივად ადამიანის საქმიანობის როლს კლიმატის ცვლილების გაძლიერებაში, რომ ეს ეჭვები გავფანტოთ ჩვენი მაყურებლისთვისაც. რა თქმა უნდა, მეც გეთანხმები, რომ სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანში მაინც ხვდებით სკეპტიციზმს იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად ადამიანის საქმიანობით არის თუ არა გამოწვეული კლიმატის ცვლილება. მაგრამ ზუსტად სტატისტიკური მონაცემები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივხვდეთ, რომ ეს ცვლილება დაჩქარებულია და დაჩქარებულია ადამიანის საქმიანობით. მაგალითად, კრიტიკულად არის გაზრდილი რაოდენობა იმ ექსტრემალური ამინდის მოვლენების, რომლებიც საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას, ისე მის მენტალურ ჯანმრთელობას. აი მაგალითად, შემიძლია მოვიყვანოთ წელს თუნდაც საქართველოში მაისი-ივნისის პერიოდში მოხდა წყალდიდობები რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რომელმაც კრიტიკულად დააზიანა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ასევე დატბორა, ვთქვათ, ადგილობრივი კერძო ობიექტები, საცხოვრებელი სახლები და ასე შემდეგ.
შემდეგ. გასულ წელს მაგალითად ჩემთვის ყველაზე უფრო ტრაგიკული მოვლენა, რაც იყო, ეს იყო შოვის ტრაგედია, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და როდესაც გავეცნობით ჩვენ სტატისტიკურ მონაცემებს, გვეუბნება სხვადასხვა სტატია, რაც მომზადდა შემდეგ, რომ აქამდე ასეთი ტრაგედია არასდროს არ მომხდარა მაგალითად ამ ტერიტორიაზე და მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად იმის გამო, რომ მყინვარების დნობა არის დაჩქარებული და თოვლის მასებიც ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, მცირდება, საქართველოში ასეთი ტიპის მოვლენები გახშირდება. ასევე ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ ვალენსიაში ძალიან დიდი წყალდიდობა, რომელსაც ასევე ემსხვერპლა ძალიან დიდი რიცხვი ადამიანების და ანუ იმის თქმა მინდა, რომ ასეთი შემთხვევები არ არის ბუნებრივი, ასეთი შემთხვევები დაჩქარებული არის ბოლო 200 წლის მანძილზე, ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანები ჩვენი საქმიანობით ძალიან დიდი რაოდენობით სათბურ აირებს, ასე ვთქვათ, გამოვყოფთ და ვაგროვებთ ატმოსფეროში. პრინციპში ესეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთის მხრივ კლიმატის ცვლილება არის ნელი მოქმედების ბომბი, ანუ საშუალო ტემპერატურა მუდმივად მზადია, მაგრამ ამასთან ახლავს ასე ვთქვათ, აფეთქებები, ერთგვარი უკიდურესი აფეთქებები, ამ ამინდის ექსტრემალური მოვლენების გამოვლინების სახით, როგორიც შენახწერე და მათ შორის საქართველოც არ არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში. მოდით მოვიდეთ დღევანდელობამდე და დავახასიათოთ საკითხის სიმწვავე და მნიშვნელობა. ანუ რამდენად გადაუდებელ საკითხზე ვსაუბრობთ, როდესაც ვეხებით კლიმატის ცვლილებას. ანუ უკვე დღეს რა შედეგები გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და რამდენად სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ პროცესმა არ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი. ჩვენ ახსენე, რამდენად გადაუდებელი არის დღეს არსებული მდგომარეობა და თუ რამდენიმე წლის წინ მეცნიერები ამბობდნენ, რომ დედამიწის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსს თუ გადააჭარბებს, აი მაგ შემთხვევაში დაგვიდგება შეუქცევადი პროცესები, დღეს უკვე ახალი და უახლესი კვლევები გვეუბნება, რომ 2 გრადუსაც თუ გადააჭარბებს დედამიწის ტემპერატურა, უკვე ვიქნებით იმ ნიშნულთან, რომელიც იქნება შეუქცევადი პროცესების საწყისი. ანუ მე რაც აღარ უნდა ჩავიდინოთ, მაინც დედამიწაზე ცხოვრება, როგორც ადამიანებისთვის, ისე ბიომრავალფეროვნებისთვის, გახდება შეუძლებელი. დასაწყისში, როგორც ვახსენე, კლიმატის ცვლილება მარტო ტემპერატურის მატებას არ გულისხმობს, ხო? არამედ გულისხმობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა ტიპის კატასტროფებისა და რისკების გამძაფრებას. მაგალითად, თუ აფრიკაში კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება იქ სურსათის მოყვანა, იმიტომ რომ ისედაც დეგრადირებული არის იქ მიწები, მაგალითად სხვა ნაწილში შეიძლება გახშირდეს ზვავები, ტყის ხანძრები და ასე შემდეგ. ანუ ყველა ნაწილში სხვადასხვა ტიპის გამოვლინება ექნება. აი ერთ-ერთი კიდე შედეგი, რასაც კლიმატის ცვლილება იწვევს კავშირში არის ჯანმრთელობასთანაც. მაგალითად, როდესაც ხანძრების შედეგად ან გაზრდილი ტემპერატურის შედეგად მიგრაცია უწევთ ცხოველებს, მათ ზოგიერთ მათგანს თან გადააქვს ისეთი დაავადებები და ავრცელებს ისეთ არეალებში, სადაც ადამიანებს ჯერ არ აქვთ იმუნიტეტი იმ სხვადასხვა დაავადების მიმართ. შესაბამისად, იქ შეიძლება კერა გაჩნდეს პანდემიის და სხვადასხვა დაავადების აფეთქების. ანუ დროის თვალსაზრისით ადამიანებს და ასევე ბიომრავალფეროვნებასაც გვჭირდება მეტი დრო, რომ ვადაპტირდეთ ამ შეცვლილ პირობებთან. მაგრამ კლიმატის ცვლილება იმდენად დაჩქარებული ტემპით მიდის, როგორც უკვე ვთქვით, რომ შეუძლებელია ბუნებრივად ვადაპტირდეთ ძალიან მალე ამ შეცვლილ გარემოებებთან. აი ერთი მაგალითი კიდე რაც მინდა მოვიყვანო, ავღანეთის უბრალოდ ირანის მაგალითი, სადაც იმდენად გაუსაძლისი არის უკვე ადამიანის ცხოვრებისთვის პირობები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთი ადგილიდან, ანუ შიდა მიგრაციაც საცხოდებით, ასევე ძალიან ბევრი ადამიანი გადის ქვეყნის გარეთაც. მაგალითად, ბოლო მონაცემებით, 2022 წლის მონაცემებით, 42,000-ზე მეტმა ადამიანმა ზუსტად კლიმატის ცვლილების შედეგების გამო დატოვა საცხოვრებელი
ადგილი, იმიტომ რომ გახშირებული არის მტვრის ქარიშხლები, შეუძლებელი არის იქ უკვე წარმოება, წყალი, სასმელი წყალი არის დაბინძურებული და ასე შემდეგ. გარდა ამისა, კონფლიქტების მიზეზიც კი ხდება კლიმატის ცვლილება და ისე მოვიყვან მაგალითად ირანს, ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვთ წყლის რესურსების თვალსაზრისითაც ფაქტობრივად მათი მდინარეები და ტბები უკვე დამშრალი არის და გასულ წელს იყო შემთხვევა, როდესაც კონფლიქტი მოვიდათ ავღანეთთან, მესაზღვრეებს შორის იყო სხვათა შორის საკმაოდ ხელჩართული ბრძოლა და სისხლიანი ბრძოლაც, რომ ვცხოვდნენ ავღანეთს, რომ ერთ-ერთი მდინარიდან, რომელზეც კაშხალი არის მოწყობილი, წყალი გამოეშვათ ირანის მიმართულებით. ანუ შენ რო თქვი, რომ ადამიანები და ჩვენ რო ვთქვით, რომ სკეპტიციზმით არიან განწყობილი, ის მაგალითები, რასაც ეხა ვყვები, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ილუსტრირება არის იმის, რომ სადღაც სამომავლოდ კი არ არის კლიმატი და ჩვენგან შორს კი არ არის, უკვე დღეს ვაწყდებით ისეთ მაგალითებს, რაც უკვე ახდენს გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ. ანუ ვის რაში სჭირდება კლიმატის ცვლილების მოგონება და შეთხსა. ზუსტად. კი ბატონო, ვინაიდან დავახასიათეთ პრობლემა და აღწერეთ მისი მნიშვნელობა, ასევე მიმოვიხილოთ თუ რა საკეთებს მსოფლიო, რა ძალისხმევას წევს იმისათვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს. ამაზე მარტო მე და შენ ხომ არ ვსაუბრობთ, შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის ეს ცნობილი არ იყოს, თუმცა სამეცნიერო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები ზრუნავენ ამ საკითხზე. რამდენად საკმარისია ის ძალისხმევა, რასაც დღეს ეს ორგანიზაციები თუ კონკრეტულად რეგიონები და სახელმწიფოები წევენ ამ პროცესის შესაფერხებლად და შესაკავებლად. და თუ არ არის ეს ძალისხმევა საკმარისი, რა მიზეზები უდგას უკან ამ არასაკმარისობას, ასე ვთქვათ. მოდი პირველი მაინც დავიწყებ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინის განმარტებით, რაც ძალისხმევასთან არის კავშირში. პირველი ეს არის მიტიგაცია, ანუ შერბილება კლიმატის ცვლილების და მეორე არის ადაპტაცია. ანუ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ძალისხმევაზე, აი ამ ორი მიმართულებით ქმედებების განხორციელებას გულისხმობს ეს ძალისხმევა. პირველი, ანუ შერბილება გულისხმობს იმას, რომ მინიმუმამდე უნდა დავიდეს ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში. რაც შეეხება ადაპტაციას, ადაპტაცია გულისხმობს უკვე იმას, რომ გავუმკლავდეთ როგორმე და პრევენცია გავუკეთოთ კატასტროფებს და საფრთხეებს, რასაც კლიმატის ცვლილება იწვევს. ზოგადად გლობალურ დღის წესრიგში უკვე გადაწყვეტილებების მიმღები პირების დონეზე კლიმატის ცვლილების საკითხი 80-იანი წლებიდან დადგა და 1992 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც რიო-დე-ჟანეიროში შემუშავდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია. და აი ამ ჩარჩო კონვენციის მთელი იდეა და მიზანი ის არის, რომ ასე ვთქვათ, პარტნიორობას და თანამშრომლობას შეუწყოს მთელი მსოფლიოს ქვეყნების იმისთვის, რომ ერთიანი ძალისხმევით სახელმწიფოებმა შეამცირონ ნახშირორჟანგის კონცენტრაცია ატმოსფეროში. თუმცა ზოგადად ისტორიულად სხვადასხვა სახელმწიფოს სხვადასხვა როლი ჰქონდა და პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებაში. ჩვენ ვიცით, რომ თქვათ ინდუსტრიული ქვეყნები, რომლებიც არიან, მათ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, წვლილი აქვს ჩეტანილი კლიმატის ცვლილებაში. ჩინეთი, ამერიკა, ევროკავშირის ქვეყნები, ეხლა ხან თქვათ ბრაზილია, რუსეთიც მათ შორის. და მათ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ეს კონვენცია. ეხლა ხანს ასევე მიმდინარეობდა ამ კონვენციის ფარგლებში მხარეთა შეხვედრა ბაქოში, რაც ასევე ძალიან დიდი კრიტიკის ობიექტი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი ნავთობმწარმოებელი ქვეყანა და მისი ეკონომიკა სრულიად არის დაფუძნებული ამ წიაღისეულ რესურსებზე და ნაკლებად არის ვთქვათ განახლებად ენერგიებზე, ხო? შესაბამისად ექსპერტებისგან, აქტივისტებისგან ძალიან ცუდი აქტივისტებში და ექსპერტებში ძალიან დიდი ცუდი გამოხმაურება ქონდა იმას, რომ ეს ღონისძიება, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ბაქოში ჩატარდა წელს. და აი ეხლა ხანს რომ მოვდიოდი შენთან გადაცემაში, კიდევ ეცნობავდი, რომ რა შედეგებით დასრულდა ეს ღონისძიება და ესე იგი დაევალათ სახელმწიფოებს, ეს განვითარებულ სახელმწიფოებს
ამწიფოებს, რომ ყოველწლიურად 250 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა ჩადონ კლიმატის ცვლილების ქმედებებში. მაგრამ ეს არის ძალიან მინიმალური თანხა იმ ინვესტიციებთან შედარებით, რასაც კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს. ამიტომ თვითონ რა თქმა უნდა ეს ქვეყნები ამბობენ, რომ ჩვენთვის ძალიან დიდია ეს თანხა და ამაზეც ძლივს დათანხმდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ზღვაში წვეთი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რაც რეალურად კლიმატის დაფინანსებას სჭირდება. ამიტომ ერთის მხრივ სოფლიოში არსებობს საჭირო რაოდენობის თანხები, უბრალოდ სახელმწიფოები მაინც პრიორიტეტს არ აკეთებენ და ამ მიმართულებით არ გადმოისურვიან ამ თანხებს და იყენებენ საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობას. და მაინც დღეს სამწუხაროდ სოფლიო მაინც ისეთ ეკონომიკურ მოდელზე არის აწყობილი, რომელიც თქვათ მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას აყენებს პრიორიტეტის ქვეშ და თქვათ როგორ ავირიდოთ ეს გარემოს დეგრადაცია და ეკოსისტემის განადგურება და კლიმატი კიდევ უფრო როგორ არ გავამწვავოთ, ამაზე ნაკლებ პრიორიტეტს აკეთებენ. ასევე ჩემი პირადი და პერსონალური მოსაზრება არის და ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ძალიან საინტერესო სასარგებლო კონფერენციას ვესწრებოდი და იქაც გაჟღერდა, რომ დღეს ცოტა არ იყოს ვართ ლიდერების კრიზისში, ანუ გლობალურ დონეზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდნენ ახალი ლიდერები, რომელსაც მეტი, ასე ვთქვათ, შეგინება და ცნობიერება აქვთ ამ გარემოსდაცვითი მიმართულებით და რომლებიც მხოლოდ თავიანთი ქვეყნის კერძო ინტერესებს არ დააყენებენ წინ, ხო? როგორც მაგალითად რუსეთი შენახსენან, აზერბაიჯანი, ხო? და ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ტალღა ახალგაზრდების მოვიდნენ განაცხადების მიღება პირებში. თუმცა დღეს სამწუხაროდ ძალიან ბევრი ახალგაზრდა იბლოკება ამ მიმართულებით და ისინი ასე ვთქვათ, ვერ ერთვებიან არსებითად განაცხადების მიღების პროცესში. ანუ პირველი პასუხი, მოკლედ, ჩვენს კითხვაზე არის ის, რომ გლობალურ დღის წესრიგში ეს საკითხი დგას, მაგრამ მაინც არ წევენ სახელმწიფოების სათანადო ძალისხმევას, თუნდაც ფინანსების ჩადების მიმართულებით. სოფიკო, მაინტერესებს რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ყველანი ხელებს ჩამოუშვებთ, მაგალითად, ჩავთვლით, რომ ეს მართლაც ბლეფია კლიმატის ცვლილება, როგორც ბევრი ამბობს ხოლმე, არ შევებრძოლებით მას და თვითდინებაზე მიუშვებთ. აი, სად ვიქნებით მაგალითად 50 წელში ან 100 წელში. რა შეიძლება მოხდეს? ესე იგი, ჩვენ სხვა პლანეტა არ გვაქვს საცხოვრებლად. მოდი ვიყოთ რეალისტურები და შეიძლება ვიღაცები გადაცხოვრდნენ მარსზეც, არ ვიცი, 100 წლის მერე, მაგრამ სტატისტიკური საშუალო რო ავიღოთ, არ გვექნება ყველას საშუალება, რომ გადავიდეთ სადმე სხვაგან, რაც მოკლედ ცოტა ხუმრობის საგანი არის. რა მოხდება და თუ გაგრძელდება იმ ტემპებით, როგორი ტემპითაც ახლა მიმდინარეობს კლიმატის ცვლილება, უბრალოდ შეუძლებელი გახდება დედამიწაზე სიცოცხლე. და აი, ავიღოთ მარტივად, რატო? ადამიანების ფუნდამენტური საჭიროება არის სუფთა წყალზე და საკვებზე ხელმისაწვდომობა, ხო? პირველი, ანუ კლიმატის ცვლილება ჩვენ ვთქვით, რომ ასე ვთქვათ, სწრაფი ტემპებით ადნობს ყინულის მასებს და თოვლის მასებს, ხო? და შესაბამისად, რაც წლები გავა, მით უფრო შემცირდება სასმელი წყლის მარაგები დედამიწაზე. მეორე, სასოფლო-სამეურნეო წარმოებას დაემუქრება ძალიან დიდი საფრთხე, იმიტომ რომ გახშირებული გვალვები, ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ ამყოფებს ნიადაგს და იქ ასეთი ტიპის ნიადაგები კარგავენ ნაყოფიერებას. შესაბამისად, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოფლიოში მოსახლეობის ზრდის ტემპი ასევე საკმაოდ მაღალი არის, 8 მილიარდს უკვე გადაჭარბებული არის მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა. შესაბამისად, ეს კიდე თუ იზრდება, ნიშნავს, რომ უფრო მეტ ადამიანს დაჭირდება გამოყვება და წყლით მომარაგება, ხო? და თუ ვამბობთ, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად რთულდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება, მეორეს მხრივ კიდე გვაქვს გაზრდილი რაოდენობა ადამიანების, რომელსაც სჭირდებათ გამოყვება,
ლოგიკურად თუ ვიმსჯერლებთ, ესე იგი ძალიან დიდი საფრთხე არის ეს. ასევე ერთია რომ კლიმატის ცვლილება უწყობს ხელს ნიადაგების გამოფიტვას, მაგრამ მეორეს მხრივ არსებული მეთოდები, რა მეთოდებითაც ჩვენ ნიადაგს ვეპყრობით, ასე ვთქვათ, ესეც აჩქარებს ნიადაგის ეროზიას და დეგრადაციას. მაგალითად, აი საქართველოშიც გავრცელებული არის ნიადაგის გადაწვა, ხო, როდესაც ფერმერები აიღებენ ხოლმე მოსავალს, ხორბლის მოსავალს გულისხმობ, ძალიან მარტივი არის გასუფთავება ამ გზით ნიადაგის და ასე ვთქვათ, ცეცხლს უკიდებენ ხოლმე და ეს ზედა ნაყოფიერ ნაწილს, ფენას მთლიანად ანადგურებს იმაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ მიმდებარე ეკოსისტემებსაც ასევე ძალიან ცუდ დღეში აგდებს. გარდა ამისა, ვთქვათ, ძალიან ღრმა სიღრმეზე ხნა ასევე ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ფიტავს. ასევე ერთი და იგივე კულტურის მოყვანა გადაბმულად და ანუ 5 წლის მანძილზე, არ ვიცი 7 წლის მანძილზე, როდესაც ერთი და იგივე კულტურა მოყავს ერთ კონკრეტულ ნიადაგზე, ესეც ასევე ძალიან ფიტავს. დიდი რაოდენობის, ვთქვათ, შხამქიმიკატების შეტანა და ასე შემდეგ. ანუ აი ამერიკაში იყო და ეხაც არის ძალიან დიდი პრობლემა, უკვე რაღაც მტრად გადაიქცევა მე ეს მიწა, რაც ეხა ნაყოფიერი არის. შესაბამისად, სამომავლო პერსპექტივები არის დამთრგუნველი, თუ კი დღეს ქმედებებს არ განვახორციელებთ კი. ჩემი შემდეგი შეკითხვაც ლოგიკურად გამომდინარეობს შენი ბოლო პასუხიდან. რა ნაბიჯები არის გადასადგმელი კონკრეტულად კლიმატის ცვლილების შედეგების, ასე ვთქვათ, კონტროლქვეშ მოსაქცევად. ჩვენ ვიცით, რომ 2015 წელს გაეროს წევრმა ქვეყნებმა ერთობლივად შეიმუშავეს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და გამოყვეს დაასახელეს მდგრადი განვითარების 17 მიზანი. მათ შორის ერთ-ერთი არის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება. რას გულისხმობს ეს მიზანი? როგორც ვიცით, ეს მიზანი 2030 წლისთვის უნდა შესრულდეს. სად ვარ დღეს, რამდენად კარგად სრულდება ეს მიზანი, სამიზნე და ჩემი ინფორმაციით ამ სამიზნეს ქვეინდიკატორებიც აქვს, კონკრეტულად, რომელიც ასევე უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის, რომ მიზანი შესრულებულად ჩაითვალოს. რა ნაბიჯები იდგმება და უნდა გადაიდგას, მოკლედ, ამ კლიმატის ცვლილების შედეგების შესახებ? ჯერ მდგრადი განვითარების მიზნებზე გეტყვი ძალიან მოკლედ. სწორად აღნიშნე, რომ 17 მიზანი არის, თვითველოს თავისი ქვეამოცანა აქვს, ჯამში 179 ამოცანა და ბოლო, ასე ვთქვათ, ანგარიშები, რაც ხელმისაწვდომი არის, არც თუ ისე სახარბიელო შედეგებს გვაძლევს ამ მიზნების განხორციელების მიმართულებით. სამწუხაროდ, ამ 179 ამოცანიდან მხოლოდ 17% არის პროგრესი ის ქვეშ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სადღაც 50%-ამდე ანუ ეჭქვეშ არის მიიღწევა თუ არა და დანარჩენი ნაწილი უკვე თანხმდებით რომ გამორიცხულია 2030 წლამდე ანუ მდგრადი განვითარების მიზნების დედლაინამდე მიიღწეს. ანუ 2015 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ნახევარი გასული არის უკვე ამ სამიზნე 15 წლის და მხოლოდ 17% არის მიღწეული ინდიკატორების რაც 2015 წელს შემუშავდა. სწორად აღნიშნე ასევე რომ კლიმატის ცვლილებას 5 ქვეამოცანა აქვს და მაგალითად პირველი არის ადაპტაციის მიმართულებით მედეგობის ზოგადად ადაპტაცია და კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ მედეგობის გაძლიერება. მეორე არის თქვათ ქვეყნების დონეზე, სახელმწიფოების დონეზე ისეთი პოლიტიკებში, სტრატეგიებში, სამოქმედო გეგმებში კლიმატის საკითხების ინტეგრირება. მესამე არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე, საფრთხეებზე, ანუ განათლება ამ მიმართულებით. მეოთხე არის ფინანსების მობილიზება და მეხუთე ანუ კლიმატის დაფინანსება და მეხუთე არის უკვე ადამიანების, ანუ ვინც სახელმწიფოების შესაძლებლობის გაძლიერება, რომ სწორად მართონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესები. სამწუხაროდ არც ეს მიზანი არ სრულდება ისეთი ტემპით, როგორიც უნდა სრულდებოდეს. აგერ ვახსენე, რომ ყოველწლიურად ძალიან ბევრი თანხები იხარჯება, თუნდაც ამ კონფერენციების მოწყობაში, მხარეთა კონფერენციის მოწყობას გულისხმობ, წელსაც თუნდაც ბაქოში 80,000-მდე მონაწილე იყო. ეხლა რომ გადავიანგარიშოთ რა მასშტაბის თანხებზე საუბარი,
ეს ღონისძიება ჩატარებულიყო, მაშინ როცა შეიძლებოდა გადასრულილიყო ეს თანხა თუნდაც ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაზე, განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიის დანერგვაზე და ასე შემდეგ. ანუ მე არ ვიცი, მაინც ესე ვუყურებ, რომ ჩემი აზრით უკეთესია ასეთი ღონისძიებების ორგანიზებაში რა თანხაც იხარჯება ხოლმე, ეგ წავიდეს კლიმატის დაფინანსებაში, მით უმეტეს უკვე ბოლო რამდენიმე წელია ვხვდებით, რომ და უბრალოდ შედეგები დგება, რომ არც ისე ხელშესახებ ასე ვთქვათ, შედეგებს დებს ასეთი ტიპის კონფერენციები, ხო? ხო, ეხლა რაც შეეხება რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, აქ ყველა სექტორს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და ასევე მე მივეკუთვნები ესეთი ტიპის ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ინდივიდუალურ დონეზე, ინდივიდუალური ძალისხმევები ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესე ინდივიდუალური ქმედებები მე უკვე ჯამში კოლექტიურ ქმედებად გარდაიქმნება და ძალიან დიდი ძალა შეიძლება კონდეს ამასაც. ხო, თვითონ სახელმწიფოების დონეზე სახელმწიფოს რა ევალება? ევალება, რომ შექმნას ისეთი პოლიტიკები, ისეთი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, რომლებიც ხო, აი ფოკუსს გააკეთებს კლიმატის ცვლილებაზე. და გათვალისწინება საერთაშორისო რეკომენდაციები. შემდეგი ბიზნესები მე ამასაც ესე ვუყურებ, ბიზნესი შორეულ მომავალში აიღებს ასეთი ტიპის პასუხისმგებლობებს, რომ შეამციროს ემისიები, ნაკლები გავლენა კონდეს გარემოზე თავისი ნებით, თუ სახელმწიფო არ დაავალდებულებს გარკვეული ჩარჩო რეგულაციებით. ასევე ვთქვათ, კვლევით ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ აქაც არ შემიძლია რა აღნიშნო და ეს ებმის ასევე ინდივიდუალურ დონეზე ქმედებებსაც, ან ინდივიდებს შეგვიძლია, რომ დავავალდებულოთ ჩვენი ხელისუფლებები, რომ გარკვეული ქმედებები გადადგან, ხო? მაგრამ ავტორიტარული ტიპის რეჟიმები ასეთი ტიპის ადვოკატირებას ძალიან ზღუდავს და ჩემი აზრით პირველი და მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, რაც გვაქვს მოსაგვარებელი არის ის, რომ გვქონდეს ძლიერი და დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ არსებითად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. საქართველოში ეხა ამ მიმართულებით ძალიან რთული ასე ვთქვათ, ვითარება გვიდგას. და იმ ქვეყნებშიც, რომლებიც მოიპოვებენ წიაღისეულ საწვავს. დიახ, აი აზერბაიჯანის ერთ-ერთი კრიტიკა ეგეც იყო წელს, რომ 300-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს, რომ და განსაკუთრებით ამ კონფერენციის წინა პერიოდში კიდევ უფრო მეტი აქტივისტი დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ქვეყანაში რა რეალური სიტუაცია არის, ამის ასე ვთქვათ, სახელდება და იდენტიფიცირება გაეკეთებინათ. თუ დაინტერესებული ხარ კიდე რა კონკრეტულ რა სფეროებში, კონკრეტულ სექტორებში თუ დარგებში რა ქმედებები გადასადგმელი, შეგვიძლია მაგაზეც ვიმსჯელოთ. მოდი ბოლოს ვისაუბროთ საქართველოსაც. ჩვენი ქვეყანა ტერიტორიით და მოსახლეობითაც არის პატარა ქვეყანა. ვერც იმას ვიტყვით, რომ ინდუსტრიული ქვეყანა ვართ. ანუ ჩვენი ზეგავლენა და წვლილი კლიმატის ცვლილებაზე არის დაბალი, თუმცა კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ჩვენზე არ არის დაბალი. კლიმატის ცვლილებას გარჩევა არ აქვს ქვეყნების და ყველაზე მოქმედებს ერთდროულად. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის გქონდეს და მზადყოფნა და ადაპტაციის მექანიზმები იმ მომავალთან, რომლის წინაშეც ვდგავართ, ხო, ეს ძიმე და უარყოფითი პროგნოზები, რაც შენს დაასახელე, თუნდაც საკმაოდ ახლოს არის, ეს არ არის რაღაც 500 და 1000 წლის პერსპექტივა, ეს არის ჩვენი შვილების და შვილიშვილების პერსპექტივა, ხო, რეალურად. ანუ რა შეიძლება ჩვენიც. შეიძლება ჩვენიც. შეიძლება კი ჩვენიც. ხო, ჩვენიც. ცხადი, ანუ დგას უკვე კლიმატის ცვლილების წინაშე ვდგავართ. რამდენად მზად არის საქართველო ამ კლიმატის ცვლილებების შედეგებთან გასამკლავებლად? რამდენად ითვალისწინებს სახელმწიფო იმ რეკომენდაციებს, რასაც მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენ კარნახობენ. და მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ არსებობს კლიმატის ცვლილება ფართო გაგებით და არსებობს შენ უკეთ ერკვევი ალბათ ტერმინოლოგიურად ცხადია, ანუ რაღაცა მიკროკლიმატი, ქვეყნის შიდა კლიმატი, ხო და მაგალითად ხშირად მესმის მე ტყეების გაჩეხვის შესახებ არალეგალურად ზეჭარბად, რაც ასევე არღვევს ამ თუნდაც ამინდის ბალანსს თუ კლიმატურ ბალანსს ქვეყანაში. აი ამ ორ ნაწილად დავყოფდი ჩემს შეკითხვას საქართველოს შესახებ. რა შეგვიძლია გითხრათ?
მოკეთ საქართველოში დღეს კრიტიკული გამოწვევები ის გვაქვს, რომ შეიძლება პოლიტიკის დოკუმენტების დონეზე გარკვეული ტიპის დოკუმენტები არსებობს, მაგრამ ნაკლებად ხდება მათი აღსრულება, ასევე რიგ შემთხვევაში არ მოდის ხოლმე თანხვედრაში ეს დოკუმენტები ერთმანეთთან, მაგალითად წინა მინისტრის დროს, პრემიერ-მინისტრის დროს შემუშავდა 2030 განვითარების გეგმა საქართველოს ეს არის ეკონომიკური განვითარების მოდელი, სადაც ნაკლებად იყო გათვალისწინებული ის ინდიკატორები, ამოცანები და რეკომენდაციები, რაც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით რაც დოკუმენტებიც გვაქვს ქვეყანაში, იქ იყო ასახული. და მეორეს მხრივ თქვით, რომ ამ ეტაპზე ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადაპტაცია, ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც მოგცემს კატასტროფების პრევენციის საშუალებას. მაგალითად, ადრეული შეტყობინების სისტემების გამართვა და თქვათ სანიაღვრე არხების გამართვა და ასე შემდეგ. მოგეთ ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ წინასწარ შევძლოთ ხოლმე დაგეგმვა იმის, რა ტიპის საფრთხე შეიძლება მოხდეს და ეს საფრთხე მე როგორ ავირიდოთ მაქსიმალურად თავიდან და ასე ვთქვათ, ზარალი როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე. ტყებს მინდა შევეხო კიდე ორიოდე სიტყვით, ეგ წერან არ მიხსენებია არსად. ტყეები არის ნახშირორჟანგის ბუნებრივი ეგრეთ წოდებული მშთანთქმელები. ანუ მცენარეებს შეუძლიათ, რომ ნახშირორჟანგი, ასე ვთქვათ, დააბანდონ და როდესაც ტყეები იჩეხება, გამოთავისუფლდება ასევე დამატებითი ნახშირორჟანგი ატმოსფეროში. ეს ერთის რომ ანუ კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას უწყობს ხელს ნახშირორჟანგის ატმოსფეროში და მეორე ტყეების გაჩეხვა ასევე არღვევს ეკოსისტემურ სერვისებს. ანუ მე ტყე ვეღარ არის ისეთი ძლიერი, ვთქვათ, წყლის რესურსის შექმნაში, ვეღარ აჩერებს ისე კარგად ზვავებს და სხვა ტიპის ბუნებრივ კატასტროფებს და ასე შემდეგ. კეთილი სოფიკო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, გავრისკავდა არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ მაყურებლის სახელითაც, რომ მოხვედით და ასე ყველასათვის გასაგებიენით გაგვეცი პასუხები ამომწურავად შეკითხვებზე, დაგემშვიდობები და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. შენ ძალიან დიდი მადლობა სანდრო და არ ვიცი იმედია რომ შევძელი გასაგები პასუხები გამეცა შენს კითხვებზე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მომიწვია და დაინტერესდი ამ საკითხით. მადლობა შენ. ამით დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი დასრულებულია. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ასევე ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული Facebook და Instagram გვერდების ლინკები და ასევე გამოგყვევით ამ სოციალურ პლატფორმებზე, ასევე ვიდეოს აღწერაში იქნება ჩემი და სოფიკოს ერთობლივი სტატია კლიმატის ცვლილების და ჯანმრთელობის შესახებ, გადადით, წაიკითხეთ, იმედია საინტერესო იქნება. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.